ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების დაფინანსებას ევროპის ქვეყნებში ერთი სემესტრის განმავლობაში. აღნიშნული პროგრამით მეც დავინტერესდი, ჩავერთე კონკურსში, შემდეგ შემარჩიეს და წავედი ლატვიაში, გავემგზავრეთ BSEUS 2 სტუდენტი. უნივერსიტეტი აღჭურვილი იყო თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელიც დაგვეხმარა ცოდნის გაღრმავებაში. სწავლობ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გახლავართ ქიმიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი. მე მონაწილეობა გაწვით პროგრამაში, ავედი ლიეტუვაში, ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტში, კერძოდ კაუნასის ქალაქში. სხვათა შორის საგნებით შოთა რუსთაველის და ვიტაუტას მაგნუსის ქიმიის სპეციალობით ძალიან თანხმოვანში იყო და საერთოდ არ გამიჭირდა საგნების არჩევა. პროგრამის შესახებ ჩვენი ინფორმაცია მოგვაწოდა ფაკულტეტმა. თავარი კრიტერიუმი რაც იყო, უნდა გქონოდა მაღალი აკადემიური მოსწრება და მაღალი GPA შეფასება. ყველაფრის შეჯამების შემდეგ უკვე მოხდა ჩვენი შერჩევა. ჩემს გარდა კიდევ აირჩა 10 საზღვაო აკადემიის წარჩინებული და გამორჩეული სტუდენტი. ჩვენ გავიმგზავრეთ ქალაქ ფლენსბურგში. თეორიულ სწავლებასთან ერთად ძირითადად აქცენტი გაკეთებული იყო ისეთ პრაქტიკულ დავალებებზე, როგორც არის გემის მართვა და მანევრირება, როგორც ავარიულ სიტუაციებში, ასევე წყნარი ამინდის პირობებში. ნოემბერში მივიღეთ ინფორმაცია, რომ გქონდა შანსი, რომ წავსულიყავით ბულგარეთში. არჩიეს 9 კონკურსანტი. მათ შორის ვიყავი მე ერთ-ერთი. ჩვენ გავიცანით იქ სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ამათაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის დონე თითქმის ერთნაირი იყო, განსხვავება ის იყო, რომ აკადემიაში სწავლობდით ქართულად და ბულგარეთში მოგვიწია ამ ყველაფრის ინგლისურად შესწავლა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ნავიგაციისა და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები ბოლო რამდენიმე წელია წარმატებით სარგებლობენ საბაკალავრო პროგრამით. სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში გადიან სწავლებას ევროპის სხვადასხვა საზღვაო სასწავლებელში. ეხლა უკვე 28 სტუდენტი ჩვენი იმყოფება ბულგარეთის საზღვაო აკადემიაში, ქალაქ ვარნაში. და მომავალი სასწავლო წლისთვის იგეგმება კიდევ 25 სტუდენტის შერჩევა.